2 მილიონი ადამიანი დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამით ისარგებლებს. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს. დაფინანსდება გეგმიური ოპერაციები, რომლის წლიური ლიმიტი 15,000 ლარი იქნება და სახელმწიფო 70%-ს ანაზღაურებს. თითოეული ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა წლის განმავლობაში 12,000 ლარით დაფინანსდება. ორსულთა პატრონაჟი და ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით. საკაისრო კვეთა კი 800 ლარით. გაფართოება გამოიხატება რამოდენიმე მიმართულებით. პირველი, თუ 28 თებერვალს დაწყებულ პროექტში შედიოდა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტი, ეხლა მას უკვე დაემატა ექიმ სპეციალისტებთან ვიზიტის შესაძლებლობაც. თუ აქამდე შედიოდა ლიმიტირებული შეზღუდული რაოდენობა ლაბორატორიული კვლევების, ეხლა ამ კვლევების ჩამონათვალი რამოდენიმეჯერ გაიზარდა. თუ კი აქამდე იფარებოდა მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობების სტაციონარული მართვა, ეხლა უკვე დაემატა გეგმიური ქირურგიული ოპერაციების დაფინანსებაც და ესეც სპექტრი ფაქტიურად გახდა 360 გრადუსიანი და ერთადერთი გამონაკლისი იქნება ეს სია, რომელიც არ დაიფარება ამ პროექტით. რაც შეეხება მონაწილეებს, ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. მონაწილეობა შეუძლიათ მიიღოთ მათ, ვისაც 1 ივლისის მდგომარეობით არ გააჩნიათ არანაირი კერძო სახის დაზღვევა. მოქალაქეებმა სასურველი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ, სადაც პაციენტების რეგისტრაცია მოხდება. რაც შეეხება გეგმიურ ქირურგიულ და ონკოლოგიურ მომსახურებას, მსურველებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. რაც შეეხება გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებას, ონკოლოგიას და ასე შემდეგ, ადამიანებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს, უნდა მიიტანონ მზას საბუთები, ანუ ეს არის ანგარიშ ფაქტურა, ფორმა 100 და კალკულაცია. საქართველოს მასშტაბით გახსნილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვის ცენტრებიც. თბილისში აღნიშნული სერვის ცენტრი ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში განთავსდა, რომელიც სამუშაო დღეებში დილის 10:30-დან საღამოს 18 საათამდე მუშაობს. სერვის ცენტრში პირმა უნდა წარმოადგინოს ფორმა 100, ასევე კალკულაცია და კლინიკა, სადაც ოპერაციის გაკეთება სურს. სერვის ცენტრების თანამშრომლები კი დოკუმენტებს შეისწავლიან და საგარანტიო წერილს გასცემენ, რომელიც სასურველი ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსებას უზრუნველყოფს. ჩვენ სერვის ცენტრში რომ მოქალაქე გამოცხადდეს იმისათვის, რათა მიიღოს ჩვენგან საგარანტიო წერილი გეგმიურ ოპერაციებზე, მას შეუძლია ორი გზა, შეუძლია მივიდეს პოლიკლინიკაში და თუ შესაძლებელია უბნის ექიმი დაუგეგმავს ოპერაციას და დაგეგმილი ოპერაციით მოვა ჩვენთან, მას შეუძლია მივიდეს კლინიკაში, გაიკეთოს ანალიზები, წარმოადგინოს ფორმა 100, სადაც დიაგნოზი არის დადგენილი, შესაბამისად ამ კლინიკიდან კალკულაცია, ანგარიშ ფაქტურა და შემდეგ ჩვენი სერვის ცენტრი შეისწავლის ამ დოკუმენტებს და გასცემს საგარანტიო წერილს, რომელსაც მაქსიმუმი ვადაი მოცდის იქნება 2 თვე. გადაუდებელი შემთხვევაში, ცხადია, გადაუდებელი შემთხვევაში არავითარი მოცდის ვადები არა და შემიძლია კიდევ დავუმატო, რომ მოცდის ვადები არ იქნება ონკოლოგიაზე და კარდიოქირურგიაზე. საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს პენსიონერთა ნაწილი. პენსიონერს და ამავე დროს სოციალურად დაუცველ მარინა მჭედლიძეს უჭირს ახალი პროგრამის შეფასება, თუმცა ამბობს, რომ პროგრამა, რომლითაც დღემდე სარგებლობდა, მოუქნელი იყო, რადგან მისთვის ყველაზე საჭირო მედიკამენტების დაფინანსება არ ხდებოდა. მთავრობას მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრები, რომლებიც დღეს მარინა მჭედლიძეს სტუმრობდნენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროგრამა ბევრი მოქალაქისათვის შეღავათი იქნება, თუ ის მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფს, სრულყოფილი ვერ გახდება. ჩემი პენსია მე წამლებზე არ ეკმარა. იმდელი გულის ოპერაცია რო გავიკეთე, იმდელი წამლები დამენიშნეს, ერთი წამალი 60 ლარი ღეშვილო. ვერ ავყიდულო. რამდენი ხანია მე არ დამილევია ეს წამლები, იმიტომ რომ ვერ შევძლებ და ვერ ვიყიდე. ამ ჩამონათვალში არ მოხდა მედიკამენტების დაფინანსება. რაც პრობლემა არის არა მხოლოდ ახალი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, არამედ ძველი ან მოქმედი პოლისებისთვის, რადგანაც როგორც უმწეოების, ისე პენსიონერების პოლისებში არის ძალიან მცირე ლიმიტი მედიკამენტების დაფინანსებაზე გამოყოფილი და რაც მთავარი არის საკმაოდ შეზღუდული ჩამონათვალი წამლებისა, რომელთაც აფინანსებენ სადაზღვეო კომპანიები. აუცილებელი ერთის მხრივ ამ ლიმიტების გაზრდა და ასევე გაფართოება
ხდება სიისა, იმიტომ რომ ბევრი წამალი, რომელსაც ძალიან ხშირად ნიშნავენ ექიმები საქართველოში, უბრალოდ არ ხვდება ამ სიაში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ ჰქონდა. პროგრამა ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. დღეიდან კი პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, გაფართოვდა და მასში კიდევ დაახლოებით 2,5 მილიონი მოქალაქე ჩაერთო.